ამ ვიდეოში მოგიყვებით, როგორ ხდება ერთ-ერთი ხშირი გულმკერდის დეფორმაციის ოპერაციული კორექცია. ამ დეფორმაციას ქართულად ქვია მეწაღის გულმკერდი და ამ დროს გულმკერდი არის ზედმეტად ჩაზნექილი, რაც შეიძლება აუარესებდეს როგორც სუნთქვის, ასევე კარდიალურ ფუნქციას. ამ დროს პირველ რიგში ხდება, რა თქმა უნდა, დაგეგმვა ოპერაციის სტრატეგიულად, საიდან უნდა მოხდეს განაკვეთი, საიდან უნდა მოხდეს უშუალოდ ამ ფიქსატორის შეყვანა გულმკერდში, მინიმალ ინვაზიურად ნიშნავს პატარა განაკვეთებით და შემდეგ, როდესაც მოთავსდება ეს ფიქსატორი გულმკერდში, ის აწვება გულმკერდის ძვალს გარე მიმართულებით, ისე რომ მუსკულოსკელეტარული განვითარების პერიოდში პაციენტის გულმკერდმა ნორმალური მიმართულებით დაიწყოს განვითარება და ეს დეფექტი გამოსწორდეს. აი როგორც ნახეთ, ეს იყო ის ფიქსატორი, რომელსაც ხედავთ და ამ ფიქსატორის შეყვანა გულმკერდში ხდება მინიმალ ინვაზიურად თორაკოსკოპის დახმარებით. თორაკოსკოპი არის ხელსაწყო, რომელიც ექიმებს საშუალებას აძლევს პატარა განაკვეთით შეძლონ და ასე ვთქვათ, შიდა გულმკერდის ზედაპირი დაათვალიერონ და დაგეგმონ კონკრეტული პროცედურა. ეს ფიქსატორი ბოლოს, რა თქმა უნდა, დაფიქსირდება სწორ პოზიციაში ნეკნებზე და პაციენტებს უწევთ დაახლოებით 2-დან 3 წლამდე ამ ფიქსატორის ტარება. თვითონ ეს ოპერაცია დაახლოებით 2 საათს გრძელდება და პოსტოპერაციულად, რა თქმა უნდა, გარკვეული ტკივილი ახლავს ამ პროცედურას, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მიდგომა შედარებით უმტკივნეულოა.